მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. იმედია ყველანი კარგად ხართ, იმედია ყველას ყველაფერი კარგად გაქვთ. კიდევ ერთხელ ქრისტე აღსდგა. ამაღლებამდე ასე ულოცავენ ქრისტიანები ერთმანეთს. და პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ დიდი ცვლილებები და დიდი მოვლენები ხდება ეხლა სამყაროში. თუ რას და როგორ ამას ეტაპობრივად გავიგებთ. მთავარი არის ის, რომ ჩვენ მაინც უნდა გვქონდეს რწმენა და უფლის წყალობა და უნდა გავძლიერდეთ სულიერებაში. ერთადერთი რაც შემიძლიათ გითხრათ, ეს ყველაზე მთავარი. და რაც შეეხება დანარჩენი, ხო, რომ რა მოხდება, როგორ მოხდება, ანუ უფრო მეტი ჩვენზეა დამოკიდებული. რა მოხდება და როგორ მოხდება. კი, არავინ არ უარყოფს იმ წინასწარმეტყველებებს, რაც დაწერილა თქმულა საუკუნეების განმავლობაში და ვიცით, თუნდაც აპოკალიფსის იოანე მოციქულის, მახარებლის, წმინდა მამების, ძალიან დიდი ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ გახსნილი, ხო? იყვნენ ესეთი გამორჩეული პიროვნებები, ადამიანებები, დიდი სულები და არ უნდა უარყოთ ეს, იმიტომ რომ მათ ეს ყველაფერი ჰქონდათ ზემოდან, უფლიდან. გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც, ნახეთ, ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის, ნათქვამია. ხო და მე ვიტყოდი მარტო ბოლო სიტყვა არა. საერთოდ სიტყვა და საერთოდ ყველაფერი მას ეკუთვნის და უფალზეა დამოკიდებული ის თუ როგორ წარიმართება მომდევნო, ასე ვთქვათ, ეს ეპოქალურია ესეთი მოვლენები მთელ სამყაროში. როგორც არ უნდა მძლავრობდეს ბოროტი ძალა, ვიცით, რომ ეს ბრძოლა და საუკუნოვანი გრძელდება, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გვქონდეს იმედი და რწმენა. გადარჩენის და წყალობის, რაც თავარია. ეხლა მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ვინც შემოდიხართ ჩემს არხზე, მიყურებთ, მილაიქებთ, კომენტარებს მიწერთ, ასევე ვინც პირადშიც მწერთ და თუნდაც ვკითხულობთ, ყველას მადლობა. ღირს ესე იგი ჩემი ვიდეოების ჩაწერა, თუნდაც ერთი ადამიანისთვის, რომელიც ყურად იღებს, იმიტომ რომ მე აქედან სარგებელი მაქვს ის, მარტო რომ თქვენ გადმოგცეთ ინფორმაცია ფაქიზის სივრციდან და რაც თავარია, ეს არხი ემსახურება ადამიანების დახმარებისთვის, რჩევის მისაცემად და ინფორმაციის მისაღებად. აი, ეს დანიშნულება აქვს ამ ჩემ არხს და დანარჩენი ხა როგორ და რანაირად განვითარდება ჩემი არხი, მე დიდად ამაზე არ ვდარდობ, რო იტყვიან ჩინ მედლებს მე აღიარებას ამას ოფლის, ასე ვთქვათ, და რეკლამას და ასე შემდეგ არ ველოდები. იმიტომ რომ ვინც საჭიროა, იმას მოიყვანს. ის მოვა და ვინც საჭიროა, ის გაიგებს და ყურად იღებს. გადასარჩენი სული ყოველთვის გადარჩება. და შემთხვევითობა არ არსებობს. თუ ხართ ეხა ჩემ არხზე და შემოხედით, კიდევ ერთხელ მადლობა, ესე იგი ასე იყო საჭირო. და ნახოთ, აბა რას მოგვიტანს დღევანდელი დღის ენერგიები. ჯერ დავიწყოთ ენერგეტიკული ინფორმაციის მიღებით. რას მოგვიტანს დღევანდელი დღის ენერგიები. ეხლა ვინც უყურებთ და შემოსულები ხართ ჩემ არხს.
საინტერესოა, სულ პენტაკლის კარტები ამოდის. ნუ ეხა ზოგადად ვშლი, იმიტომ რომ საჯარო გაშლაა, კიდევ ერთხელ ვიცახი, ვისაც სურს ჩემთან კონსულტაცია მაქვს კითხვებით და უნდა ვიცოდე კონკრეტიკა. ნახეთ, ყველა სისტემას, ყველა ინსტრუმენტს სჭირდება კონკრეტული, კონკრეტიკა, რატომ ნახეთ, ეს არის ინსტრუმენტები. რეალურად ყველაფერი დაფუძნებულია ჩვენ ინტუიციაზე, ჩვენ ცოდნაზე, ჩვენ პრაქტიკაზე, მიღებულზე, ხო, წლების განმავლობაში, რასაც ვაკეთებთ. და აი ამ ტაროს კარტმა გითხრა, იქ წაიკითხე, ხო, იყო ესეთი კომენტარებიც ადრე, რომ შლიდი ხოლმე და ტაროს კარტმა კი არ მითხრა. ჩემო კარგებო და მშვენიერებო. ეს არის თითოეული ადამიანის, გამოცდილება, ჯერ ერთი და ინტუიცია. რომელიც ყველას აქვს ინდივიდუალურად გახსნილი. ეს ხედვა აქვს ყველას თავისებურად, ყველა ტაროლოგს. ინდივიდუალურად და თავისებურად. ინფორმაციის კითხვა შეიძლება ზოგადად ერთი მოდიოდეს, როგორც ახლა ვაკეთებ, მაგრამ ის ინდივიდუალური მიდგომა, ის ცოდნა, ის გამოცდილება და ინტუიცია არის სხვა რამე, რომ იმ პროცესში, როცა შენ კითხულობ და ინფორმაცია გადმოგაქვს, მაგალითად დღევანდელი დღის ენერგიები და რას მოგვიტანს ეს დღე, აქ ამოდის ზოგადად ვშლი, ხო? იმიტომ რომ კონკრეტიკას არ ვაძლევ, აბსტრაქტულია კითხვა და აბსტრაქტული იქნება პასუხიც. შესაბამისად, როცა ვიცი კონკრეტიკა და ადამიანი და სახელი, ხო? მაშინ ის მიჩვენებს უკვე კონკრეტიკად მოვლენებს, კონკრეტულ მოვლენებს იმ ადამიანის. აწყო დროში, რა თქმა უნდა და ახლო მომავალში. ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დროის გათვლა ტაროს არ შეუძლია, იმიტომ რომ ყველაფერი იცვლება. დაჩქარებულია დრო, დასწრაფდა დრო და თან უამრავი რამე შეიცვალა და ჩვენზეა დამოკიდებული. ჯერ მარტო ენერგიებია აწეული, ძალიან მაგრად და ადამიანები ამას ვერ უძლებენ და უამრავი ადამიანი გადის, გითხარით ხა. ასაკომანზე არა მაქვს საუბარი, ახალგაზრდები გადიან. რატომ ხდება ეს? კიდევ ერთხელ ვიძახი, მიზეზი არის ჩვენ ხა ღვთის განგებულებაში ვერ ჩავწვდებით, იმიტომ რომ ვართ მოხვდავი ადამიანები. და ჩვენთვის გაუგებარია ეს ყველაფერი. მაგრამ ხდება იმიტომ და მთავარი მიზეზი არის ამის, იმიტომ რომ ენერგიები შეიცვალა და ავიდა ძალიან ზემოთ, ამიტომ უამრავი ადამიანი ვერ უძლებს. ასევე წინასწარმეტყველებებიდან ვიცით, რომ სუსტი ადამიანებიო ვერ გაუძლებენო და სუსტებს გაიყვანსო, რომ ის სირთულეები რამე თუ დამძიმდება და დამძიმდება სიტუაციები მთელ სამყაროში. ახლა ეს ეტაპობრივად მოხდება, დღეს და ხვალ არ არის აქ საუბარი. უფრო და უფრო გართულდება. და იმ რაღაც სირთულებს ვერ გაუძლებს და ამიტომ უფალმა უკეთესად იცის და გაყავს. გაყვანა არ ნიშნავს სიკვდილი, არ არის დასასრული, ეს არის გადასვლა. გარდაცვალება ერთი განზომილებიდან მეორეში გადაყავს ადამიანი. და დასასრული არ არის. გასაგებია ძალიან ძნელია ამის დაჯერება, აღქმა. მეც ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ ადამიანი ვარ და ადამიანური ბუნება მაქვს, მაგრამ თეორიულად ესე ვიცით და ამის უნდა გჯეროდეს და გვწამდეს, იმიტომ რომ ბევრი მტკიცებულებებიც არის და ფაქტებიც არის ამისი, ხო? რაც შეეხება დღევანდელ ენერგიას, განახლება მოდის, სტაბილურობა მოდის, მაგრამ აქ შეინიშნება აქტიურობა. ნახეთ, თქვენზეა, თვითონ თქვენთაგანზეა ყველაფერი დამოკიდებული, იმიტომ რომ სტაბილურობის კარტი ამოდის, პენტაკლები ეს არის შრომა, მატერიალური კარტი, ვინ რითი ხართ დაკავებული, მე ხო არ ვიცი, უამრავი ადამიანი მიყურებს. და ყველაფერი, თქვენ თვითოულზე, თვითოულ თქვენთაგანზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ ორი პენტაკლის კარტი ეს ნიშნავს, რომ თქვენ ფლობთ სიტუაციას, სამსახურია, ბიზნესია,
რა სფერო არ ვიცი, თქვენ განაგებთ, თქვენ მუშაობთ ამაზე, პროცესი მიდის და აქტიურობის კარტით შეინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ აქტიურობაზე, თქვენ ენერგიაზეა დამოკიდებული. ნახეთ, ანუ მეტაფიზიკურად ხო, ადამიანი როცა რაღაცა სიტუაციაში დებს თავის ენერგიას და ხარჯავს, როგორ არის მოწყობილი ეს სამყარო, შენ თუ არ გაინძრევი, ყველაფერი მოძრაობაშია. ესე ხსნიან მეცნიერები. თითოეული მოლეკულა, თითოეული, ანუ რაც არ უნდა ავიღოთ, ხო? ყველაფერი მოძრაობს. ესეთ გრავიტაციულ ველში ვართ, დედამიწის, აი ამ სამდეში, რაში ცხოვრობთ, ხო? ამიტომ ეს მოძრაობა აუცილებელია. რა თქმა უნდა, არა მარტო, თქვათ, როცა საქმეს აკეთებ, რაღაცას, ხო, და ენერგია იცლება ამ დროს. არამედ ფიზიკური მოძრაობაც, ნახეთ? და რატომ არის ეს კარგი? მე კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩვენ მარტოები არა ვართ, ჩვენ გვყავს მფარველები, კურატორები, სულიერი, უხილავი მასწავლებლები, ასევე ჩვენი წინაპრების მხრიდან თუ იყვნენ უმაღლესი სასულიერო პირები ან ნათელი ისეთი მართალი სულები, იმათ აქვთ უფლება ჩვენზე აიღონ მეურვეობა, ასე ვთქვათ, მფარველობა და ისინი ავტომატურად ხდებიან, ეხა მეშვიდე თაობის, ხო, აი მე ხა არ ვიცი, ხო, ბაბუა შეიძლება იყოს ძალიან დიდი სასულიერო პირი. მე ეს არ ვიცი. ვინ მეტყვის ეხა ამას, ხო? მაგრამ იქ, ანუ ეს ყველაფერი ხო იციან. და იმისი შტოდან ხო ვარ წამოსული. ამიტომ იმის მადლი, ანუ იმას აქვს უფლება, რომ უკვე მის შთამომავალზე იქიდან, ზეციდან იზრუნოს, დაიფაროს და ასე ვთქვათ, აი ამ ძნელ ბოლო ჟამის პერიოდში რაღაცნაირად გაუმარტივოს, ხო, დახმარებით, სულიერი კავშირი დაამყაროს. ეხლა შენ შეიძლება ვერ მიხვდე, არც იცი, ვერც იხსენიებ, იმიტომ რომ სახელიც არ იცი, ხო, ეხლა ბაბუა ვინ იყო, ხო, საიდან გეცოდინება, სიტყვაზე ვიძახი, მაგრამ შენ როცა მთლიანობაში ამბობ, რომ ჩემი კეთილშობილი წინაპრები ვინც იყვნენ და მათ იხსენიებ, თუნდაც ესე, ხო? მრავლობითში, ესეც მისავალია, რა თქმა უნდა. მამის მხრიდან, დედის მხრიდან, იმიტომ რომ ესეც უნდა გავითვალისწინოთ. იმას ეს ესმის და ის უფრო აქტიურდება, რომ შენ ესე იგი დაგეხმაროს და იმ რაღაც სიტუაციებში მოგიწესრიგოს, რომ მოგდის აზრები, ხო? აი რაღაცა მოგდის აზრები. შენ ვერ ხვდები ეს რა აზრები. ეხლა ნახეთ, წმინდა მამები ხსნიან, რომ ბოროტმაც იცის ამ აზრების შემოშვება, მაგრამ ეს ეხლა არის ბოროტი აზრები, რა თქმა უნდა. მაგრამ როცა რაღაცა აი საქმეა, ან რაღაც გეგმა, ან რაღაცა წიგნის დაწერა სიტყვაზე ვიძახი, შემოქმედებითი რა, აი შემოქმედებითი ნიჭებს ეხება ეს. იგივე ხატვა და მოგივიდა იდეა, აი ხუჭავ თვალს და ხედავ რაღაცას, რომ ხატავ, ხუჭავ თვალს და ხედავ ან ფერებში, ხო? აღიქვავ, ეს აღქმა გაქვს და ეს წარმოსახვა გაქვს და გინდა რომ ეს გადმოიტანო ტილოზე, ხო? გადმოსცე. იგივე, ну, ყველაფერს ეხება, რაშიც შემოქმედებითი ნიჭია ჩადებული. იგივე ავიღოთ თქვათ საყოფაცხოვრებო საკითხი, ხო, სამზარეულოში რაღაცის ნამცხვრის სიტყვაზე ვიძახი გამოცხობა, ან გემრიელი სადილის მომზადება. ანუ ეს ყველაფერი, ხო, შენ ენერგიას ძებ ამაში. და ყველა საჭმელი არ იჭმებაო წმინდა მამას აქ ნათქვამი და მართლა ესეა, უნდა შეხედო, ანუ ვინ ამზადებს, ეხლა დღეს რთულია, გამოძახებით მოდის, რაღაც, ну, ისეთ ეპოქაში ვართ 21 საუკუნეში, ხო, მაგრამ ანუ საკვებიც კი რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ვარიანტია თუ შენ გააკეთებ და შენ შეჭამ, შენ ენერგიაზე და შენ იმაზე, ხო? რო არ იცი ვინ არის გამკეთებელი, შეიძლება ის ადამიანი, იმ ადამიანს ძალიან აი ესეთი ნეგატიური ფიქრები აქვს, ძალიან ბოროტი ფიქრები აქვს და ამ დროს ზელს ამ ცომს, ან თქვათ, იგივე, რა ვიცი, ხაჭაპურს, ხო? და ანუ ილანძღება, ფიქრებში ვიძახი, ხო?
და ნახეთ როგორ იმუხტება ის ცომი, ის საჭმელი საკვები, ხო? ნეგატივით. და ისედაც ამდენ ნეგატიურ სამყაროში კიდე ხა ვიღაცის მოზელილი ნეგატიური ფიქრებით ცომი და გამომცხარე მე ხაჭაპური, თქვენ გონიათ, ამას მნიშვნელობა არა აქვს? ფაქის სივრცეში ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ყველა დეტალს. და აქაც იგივეა, შენ ენერგიას ხარჯავ, სტაბილურობა მოდის, აგრძელებს სიტუაციას, აგრძელებს, რასაც აკეთებ და მოდის განახლება. მერე, როცა შენ ესე იგი გასცემ, იქიდანაც მოდის. რაღაც მოდის, ხო? ეს იქნება ფულის სახით, იქნება დახმარების სახით, იქნება იდეის სახით, იქნება რაღაცაში რომ გაგიმართლებს, ადამიანს შეხვდები თქვა სპონსორის სახით, რაღაცით და მოდის მერე სტაბილურობა. ეს არის ფიზიკის კანონი, ეს არის სამყაროს კანონი, რომ შენ ენერგია უნდა დახარჯო, ყველაფერი მოძრაობაშია. და ისიც, რომ შენ იცოცხლო დიდხანს და ჯანმრთელად იყო, აქაც ნახე, საჭიროა მოძრაობა. ფიზიკური, თუნდაც სიარული. თუნდაც გაჟღერება. შენ როცა აჟღერებ ხო რაღაცას, რომ აი მე ახლა მადლობელი ვარ ამისთვის, მადლობელი ვარ იმისთვის, იწყებ ხო ამ სამადლობელ აფირმაციებს. რა ხდება ამ დროს? მადლობა დღევანდელი დღისთვისა, მადლობა ხვალინდელი დღისთვისაც. მე ჯერ პროცესში ვარ, შენ ეუბნები სამყაროს შემოქმედს. მე ჯერ კიდევ სწავლობ. მე ჯერ კიდე მაქვს საქმეები და ის გაძლევს იმის საშუალებას, იმის უნარს, შენ ითხოვ და რატომ? იმიტომ რომ თავისუფალი ნება აქ ამ სამყაროში ითვალისწინებს შენ აზრს, ამიტომ შენ წვიტავ. შენ თუ თქვი რომ მორჩა დამთავრდა, აღარაფერი აღარ მინდა და რაღაცას პათეტიკური მეშ გადახვედი, ხო? დამთავრდება რეალურად. იმათ ხო ესმით, რომ შენ ესე იგი ფარხმარი დაყარე, შენ ესე იგი აღარ გინდა, მორჩა და თან არ მოქმედებ, არა მარტო სიტყვით ამჟღავნებ ამას, არამედ შენი საქციელითაც. არ ზრუნავ არავიზე, არ გსურს გაიუმჯობესო შენი ცხოვრება, შენი ჯანმრთელობა, ბევრი რაღაცა ნიუანსების მერე და მერე მიყავთ ესეთი ადამიანი. კი, ხდება ტრაგიკული რაღაც შემთხვევები, ჯვარი წერია ყველას, მაგრამ მე ვიძახი ზოგადად, ხო, ხსნიან პროცესს, ასე თუ ისე თქვენთვის გასარკვევ და გასაგებენაზე. ამიტომ არის ბრძოლა საჭირო, იმიტომ რომ ეს სამყარო ეფუძნება ამას, ენერგიის გაცემას, აღებ მიცემა რა, change-ს ვეძახი მე, შენ გასცემ და იქიდან მოგდის და ეს მაინდა-მაინც ფული არ არის. შეიძლება იყოს იგივე, რაც ჩამოვთვალე, ხო? რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. რატო არის ესეთი იგავი, ხო? ჩვენი წინაპრების ბრძნული, ესეთ იგავებში, ესეთ აფორიზმებში, რატოა ცოდნა ჩადებული, იმიტომ რომ ასეა რეალურად. ეს სამყაროს კანონია. გასცემ დადებიც, მოგდის დადებითი. გასცემ უარყოფით, მოგდის უარყოფითი. და ეხლა შენ გადაწყვიტე, რას გამოსცემ? იმიტომ რომ სიტყვას ეძლევა დიდი ძალა. ეხლა მით უმეტეს, როცა გაფაქიზდა სამყარო და აიწია დედამიწის ენერგიამ და ვიბრაციამ. აქაც განახლება იქნება და სტაბილურობა იქნება. ეხლა რაც შეეხება თქვენ პირადს, ხო? ვისაც ძალიან ყველაზე მეტად პირადის გამო რომ უყურებთ და გაქვთ ეს პრობლემები. პირადი კიდე სხვა საქმეა, სხვა საკითხია, მაგრამ ნახოთ აბა თქვენ პირადში. რა იქნება? რა მოვლენებია მოსალოდნელი? გამარჯვება ამოდის. გამარჯვება იმ სამკუთხედზე, იმ გულგაცრუებაზე, იმ რაღაცა დარდზე, რაც ქონდათ ერთ პერიოდში ძალიან მალე. კი ბატონო. და ეს მოდის ისევ და ისევ დაფარული ცოდნების, ასე ვთქვათ,
გაგებით. ანუ რაც ეხა მე გადმოვეცი, ესეც დაფარული ცოდნაა, იმიტომ რომ ყველაფერი არის დაფარული. ნახეთ, ყველა წიგში არის ქვეტექსტი, რომელიც ჩვენ უნდა ამოიკითხო. ყველა მინიშნებაში არის მოცემული რაღაც, რომელიც ჩვენ უნდა ჩაეწიო, გამოიკულიო, დაინახო, იგრძნო, შეიგრძნო, ინტუიციაზეა დაფუძნებული, შენ ანალიტიკურ გონებაზეა დაფუძნებული, შენს ინტელექტზე, შენს ცოდნაზე. ეხლა შეიძლება პროფესორ აკადემიკოსი არ იყო ადამიანი, მაგრამ ინტუიცია ჰქონდეს და ინტუიციურად მოქმედებდე. შენი ის უმაღლესი მე და შენი მფარველი ანგელოზ გამოძრავებდეს შენი მფარველები ვინც არიან. მაგრამ ამისთვის შენ უნდა ითხოვო, რომ ეს მოგეცეს. და გამარჯვება არის. ვის სამკუთხედი აქვს, ვის გულდაწყვეტა აქვს, დარტყმა აქვს პირადზე, ერთ პერიოდში ოღონდ დაფარული ცოდნების სახით და ასევე თქვენი გადაწყვეტილების მიღებით. ანუ ესეც ანალიტიკური აზროვნებაა, ხო? ცივი გონებით მსჯელობა და ერთი პერიოდი მოდის ადამიანი, ახალი ადამიანი, ძველი მიდის, ახალი მოდის, რა საინტერესოა. მაგრამ ორი მოდის, იცოდეთ, ერთი ცოტა ახალგაზრდა, ერთი, ანუ უკვე ისეთი. და თქვენ ამოდიხართ აქ უკვე როგორც მგრძნობიარი ინტუიციურად ისეთი ლამაზი შემდგარი ქალბატონი, რომელიც უკვე ირჩევ და თვითკმარი ქალი. ანუ ყველაფერი არის დამოკიდებული თქვენზე, იდეები მოგივათ, სიტუაციები გაიხსნება, დააკვირდით ყველაფერს. გვერდულად დადექით და გვერდულად უყურეთ ყველაფერს. ანუ როგორც თქვენ კი არა, თქვენ თავსაც გვერდულად უნდა შეხედოთ, ანუ ვითომ ანუ აი იქით ხარ რა, გვერდით ხარ და უყურებ არსებულ მოვლენას, პროცესს. ოღონდ ამ დროს უნდა შეინარჩუნო, რა თქმა უნდა, სიმშვიდე, ემოცია უნდა ჩაახშო და მერე მოგდის სწორი გადაწყვეტილების მიღების, ასე ვთქვათ, უნარი და მოქმედება. ანუ ბევრს გაიხსნება აქ ამოდის ბედი, ბედს ვქმნით ჩვენ და ბედი გაიხსნება იმ შემთხვევაში, როცა შენ თვითონ გააცნობიერებ შენს ცხოვრებას, შენ სიტუაციას და გადაწყვიტავ, რომ ის უარყოფითი ემოციები, ფიქრები, აზრები შემოიტრიალო პოზიტივისკენ, გაკეთილდე, ასე ვთქვათ და მერე უკვე გამოჩნდება, ანუ წარსული რომ მიდის, აუცილებლად მოდის ადამიანი, ხო? აქ ორი ჩანს ხა ამ შემთხვევაში. შეიძლება არჩევანის წინაშეც დგეხართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამარჯვება გაქვს და ბოლოს თვითკმარი ქალი ამოდიხართ, ანუ თქვენზეა დამოკიდებული. მაინც მატრიარქატია, ნახე, დედამიწა, მაინც მატრიარქატული ენერგია, ვიბრაცია, დედამიწა, რომელიც ცოცხალია და ქალიც ასეა. ქალი, რომელიც განაგებს, ქალი, რომელიც დედაა მომავალი, თუ არა, თუ ისე არ არის დედა, ნუ მომავალი ხოა, ქალისგან იბადება, ხო, იბადება. და ქალზეა ძალიან ბევრი დამოკიდებული, საერთოდ რო იცოდეთ და ამიტომაც ინტუიცია აქვს უფრო მეტი ქალს, ვიდრე მამაკაცს. და ამიტომ ქალი თუ ჭკუით მოიქცევა, რო იტყვიან, მას შეუძლია მართოს. აი 9 გვერდი უნდა კონდესო, ხო, ქალსო. ანუ მაგაზია საუბარი. რომ ქალს შეუძლია მართოს ყველა და მით უმეტეს მამაკაცი. ამიტომ თქვენზეა ჩემო კარგებო დამოკიდებული. ეხლა რაც გითხარით, მე უბრალოდ ლექციასავით გამომდის ხოლმე, მაგრამ ნუ მინდა რომ რაღაცეებში გაერკვეთ, რაღაცები გაიგოთ. ეხლა ვიცი რომ ბევრი საუბრობს, ბევრს უყურებთ ალბათ ვიდეოებს, მაგრამ მე მთლიანობაში გიხსნით სამყაროს კანონებს. აი ამ პროცესს, რაც ხდება, ამ მოვლენებს, რომ გაგიმარტივდეთ, უფრო შემზადებულები იყოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახით, თუ არ იქნებით სულიერებაში, გაგიჭირდებათ. გაგიჭირდებათ, ამიტომ გჯეროდეს, გვწამდეს და ვიბრძოლოთ ჩვენი სიკეთისთვის, ჩვენი კეთილდღეობისთვის, ჩვენი შვიდობისთვის, რაც თავარია.
და ჩვენი კუთვნილი ბედნიერებისთვის, რომელიც ნამდვილად დავიმსახურეთ. თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ და აბა თქვენ იცით. დროებით.